გამარჯობა, ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს ძალიან საინტერესო თავსატეხები გველის, მათი გამოცნობა არც თუ ისე ადვილია, თუმცა ვნახოთ ეს თქვენ რამდენად გამოგივათ. დავიწყოთ მარტივებით და თანდათან გავართულოთ. გახსოვდეთ, რომ გამოცანის პირობის მოსმენიდან დაახლოებით 20 წამი გექნებათ, სანამ პასუხს გეტყვით, თუ თქვენ მეტი დრო გჭირდებათ, მაშინ უბრალოდ დააპაუზეთ ვიდეო. მისტერ სმითს ჰყავს 4 ქალიშვილი. თითოეულ ქალიშვილს ჰყავს ძმა. რამდენი შვილი ჰყავს მისტერ სმითს? პასუხი: 5. თითოეულ დას ჰყავს ერთი და იგივე ძმა. კარგი, ეს ძალიან მარტივი იყო, თუმცა ეს გამოცანა თუ გამოიცანით, მაშინ დაალაიქეთ ვიდეო. ასანთის ღერები გადავაადგილოთ ისე, რომ მივიღოთ 6-იანი. ღერების გადატეხვის უფლება არ გვაქვს. სწორი პასუხია უბრალოდ რომაული 6-იანი. ერთი კაცი მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ გაძარცვეს. პოლიციის ოფიცერმა სთხოვა დეტალურად აეხსნა მისთვის, თუ რა მოხდა. კაცმა უთხრა, ბანკში მივდიოდი და თან მიმქონდა ჩემოდანი, რომელშიც $100,000 მედო. უცებ შავებში ჩაცმული კაცი, რომელსაც მასკა და ხელთათმანები ეკეთა, თავს დამესხა და ჩემოდანი წამართვა. გაიქცა. ოფიცერმა მის სახეზე დაინახა ჭრილობა და ჰკითხა, ამ შემთხვევის დროს მიიღო თუ არა. კაცმა უპასუხა, რომ კი. თავდამსხმელი ატარებდა ვერცხლისფერ ბეჭედს მარცხენა ხელზე. ამ პასუხის შემდეგ ოფიცერი მაშინვე მიხვდა, რომ ის იტყუებოდა. როგორ? პასუხი: კაცმა დასაწყისში განაცხადა, რომ მძარცველს ხელთათმანი ეცვა, შესაბამისად ვერ დაინახავდა მის ბეჭედს. მაგიდაზე დევს 7 ვაშლი. თქვენ აიღეთ 3 მათგანი. რამდენი ვაშლი გაქვთ თქვენ? პასუხი: ისევ 7 ვაშლი, 3 ხელში და 4-იც მაგიდაზე. თქვენს გვერდით მდგარი ქაღალდის პარკი გვაფიქრებინებს იმას, რომ ვაშლი იყიდეთ მაღაზიაში. გამოდის 7-ვე მათგანი თქვენია. 3 ქათამი 3 კვერცხს 3 დღეში დებს. რამდენ კვერცხს დადებს 12 ქათამი 12 დღეში? პასუხი: 1 ქათამი დებს 1 კვერცხს 3 დღეში, ხოლო 4 კვერცხს 12 დღეში. მაშასადამე 12 ქათამი 12 დღეში დადებს 48 კვერცხს. 2 კაცი იმყოფებოდა ხომალდზე. ისინი საპირისპირო მიმართულებით იყურებოდნენ. ერთი იყურებოდა აღმოსავლეთით, ხოლო მეორე დასავლეთით, თუმცა ორივე მათგანი ხედავდა ერთმანეთს. როგორ? გაითვალისწინეთ, რომ ხომალდზე სარკეები არ არის. პასუხი: ისინი უბრალოდ ერთმანეთის პირისპირ იდგნენ.
რამდენ ცხოველს ხედავთ სურათზე? თუ თქვენ სწორ ციფრს დაასახელებთ და ყველას გამოიცნობთ, ნამდვილად გამორჩეული ადამიანი ბრძანდებით. სწორი პასუხია 13 ცხოველი. აბა რამდენად ახლოს იყავით? მე ვერც კი მიუახლოვდი. 3 კაცი ერთი და იმავე მიმართულებით მოძრაობს. პირველი კაცის უკან 2 კაცია. მეორე კაცის წინაც და უკანაც დგას 1 კაცი. ამავდროულად მესამე კაცის წინ დგას 1 კაცი და უკანაც 1. როგორაა ეს შესაძლებელი? პასუხი: ისინი უბრალოდ წრეზე მოძრაობენ. ჩამოთვლილთაგან რომელია მომდევნო კვადრატი? ახსნათ პასუხი. ასეთ გამოცანებში მთავარია ლოგიკის პოვნა, თუ რა ლოგიკით არის დალაგებული რიცხვები. ამ კონკრეტულ ამოცანაში არსებობს ერთი მკაფიო პრინციპი. უჯრაში მყოფი ყველა რიცხვი რომ დავაჯამოთ, მივიღებთ 13-ს, 14-ს და 15-ს. ასე მაგალითად, პირველი უჯრიდან 7-ს დავუმატოთ 1 დავუმატოთ 5 არის 13. მეორე ხაზში 3-ს დავუმატოთ 2 დავუმატოთ 9 არის 14. 8-ს დავუმატოთ 1 დავუმატოთ 6 არის 15. შემდეგ უჯრაშიც ანალოგიურად მეორდება. 3-ს დავუმატოთ 2 დავუმატოთ 8 არის 13. 2-ს დავუმატოთ 7 დავუმატოთ 5 არის 14. 4-ს პლუს 4 პლუს 7 არის 15 და ასე შემდეგ. პასუხებიდან მხოლოდ B შემთხვევაშია იგივე პრინციპი. 6 პლუს 4 პლუს 3 არის 13, 4-ს პლუს 5 პლუს 5 არის 14, 7-ს პლუს 2 პლუს 6 არის 15. ამიტომ სწორი პასუხია B. ახლა კი დეტექტიური თავსატეხის დროა. მე ახლახან ჩამოვედი ქალაქში და სეირნობისას თავს დამესხა კაცი, რომელმაც ჩემი საათი წაიღო. ეუბნება ტურისტი პოლიციელს. მას ჰქონდა ულვაში, ეცვა ლურჯი შარვალი. საჭირო არაა გაგრძელება, ჩვენ ყველაფერი ვიცით. აქ უსაფრთხოების კამერები ყველა კუთხეში აყენია. ჩვენ უკვე მოვიყვანეთ 5 ძმა, რადგან ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთმა მათგანმა გაგძარცვათ. შეხედე მათ და გითხარით, რომელია დამნაშავე. აქ გამორიცხვის მეთოდი გვჭირდება. ლოუს ქუდს ზიგზაგისებური ზოლები აქვს. ლოს არ შეეძლო მარცხენა ხელით იარაღის დაკავება. ლას ულვაშ სხვანაირი ფორმა აქვს. ლის მარჯვენა ხელი შეხვეულია. შესაბამისად თუ მარცხენა ხელში იარაღი ეჭირა, მარჯვენა ხელით საათს ვერ წაართმევდა. ამიტომ liu არის დამნაშავე. რომელი სახე ჩავსვათ კითხვის ნიშნის ადგილას? ეს დღევანდელი ვიდეოს ბოლო გამოცანაა, ამიტომ მის პასუხს ტრადიციისამებრ არ გეტყვით. შეეცადეთ კომენტარებში დაწეროთ, რომელია სწორი და თან ახსნათ, თუ რატომ ფიქრობთ ასე. იმისათვის რომ არ გამოგრჩეთ ახალი და კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ნახვამდის.